თუ მიწის ნაკვეთი გაქვთ და სახლის აშენებას გეგმავთ, ბუნებრივია რომ ისეთ კომპანიას ეძებთ, რომელიც პროექტირებიდან დაწყებული, გასაღების ჩაბარებით დასრულებული ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებს. სწორედ ადამიანების ამ სურვილსა და ნდობაზე ნადირობს ორგანიზებული თაღლითური ქსელი, რომელსაც აიფაქტში უკვე 9 თვეზე მეტია ვიკვლევთ. რუსეთის მოქალაქეების მიერ შექმნილი კომპანიები თბილისში, აჭარასა თუ სხვა რეგიონებში ხალხს მოტყუებით ართმევს სახლის ასაშენებლად შეგროვებულ ფულს. მაგალითად, მარიამ ჩართოლანმა თაღლითებს $25,000 გადაუხადა, რის სანაცვლოდაც მხოლოდ სანახევროდ ამოთხრილი მიწა მიიღო. ნინო გერძმავამ $30,000 დაკარგა და მიტოვებული საძირკვლისა და კოლონების ამარა დარჩა. ხოლო ელგუჯა მარსაგიშვილმა $84,000 გადახდის შემდეგ დაუსრულებელ კარკასთან ერთად უნებართვო მშენებლობის გამო სახელმწიფოსგან $8,000 ჯარიმაც მიიღო. დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ თუ ვინ დგას ამ კომპანიების უკან, როგორ მუშაობს ფარული მექანიზმი და რაც მთავარია გასწავლით როგორ ამოვიცნოთ საფრთხე და დავიცვათ თავი, სანამ მშენებლობაში ფულს გადავიხდიდეთ. ყველაფერი 2019 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს ბაზარზე რუსეთის მოქალაქე ვინმე არტიომ ხაჩატუროვი გამოჩნდა. მან მეუღლის ტატიანა ხაჩატუროვას დახმარებით ჯერ შპს სამშენებლო ტექნოლოგიები, შემდეგ კი ჩვენი სახლი დააფუძნა. ხაჩატუროვი არის ამ სქემის მთავარი არქიტექტორი. რუსული მედიის ცნობით, მანამდე ის ეკატერინბურგში მოღვაწეობდა, იდენტურ სქემას მართავდა და ათობით ოჯახი დააზარალა, რის შემდეგაც რუსეთში თაღლითობის მუხლით ახლაც იძებნება. პრობლემების გამწვავების შემდეგ მან საქართველო დატოვა და ახლა პროცესებს თურქეთიდან მართავს. სოციალურ ქსელებში კი როლექსის საათებითა და ძვირადღირებული ბრენდებით იწონებს თავს. მოგვიანებით 2022 წელს საქმეში ერთვება ვახტანგ თუთარაული. მან შპს მონოლით ბათუმი და მოგვიანებით სამშენებლო ტექნოლოგიები ბათუმი დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ხაჩატუროვისა და თუთარაულის კომპანიებს ერთი და იგივე იურიდიული მისამართი აქვს, რაც ადასტურებს პირდაპირ მათ კავშირს. სწორედ თუთარაულია ამ სქემის მთავარი შემსრულებელი და კლიენტებთან კონტაქტზე მყოფი პირი. მისი ბიზნეს ისტორიაც რუსეთიდან იწყება, სადაც საგადასახადო დარღვევების გამო 4 კომპანია გააუქმეს, 2010 წელს კი თაღლითობის საქმეც აღძრეს მის წინააღმდეგ. საქართველოში კი ის ძვირადღირებული მანქანებით მოძრაობს, კლიენტებს სხვის მიმდინარე მშენებლობებს საკუთარ ნამუშევრად აცნობს და ნდობის ილუზიას ასექმნის. ინსტაგრამზე კი მსგავსი კონტენტით იწონებს თავს. მოგიყვებით როგორ მუშაობს ეს სქემა რეალობაში. ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაგიგუგლავთ ან სოციალურ ქსელში მოგიძებნიათ სახლების აშენება, კოტეჯები ან მსგავსი ფრაზები. საკმარისია ეს ერთხელ გააკეთოთ და ალგორითმის წყალობით სამშენებლო კონტენტი უკვე ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ. მათ შორის შეიძლება იყოს თაღლითური და სახელდახელოდ შექმნილი კომპანიებიც, მაგალითად როგორიც არის ნაშდომი, აი ამ კომპანიის რეკლამები. კომპანიასთან დაკავშირებისას გიპასუხებთ მენეჯერი ან იურისტი, მაგალითად ტატიანა ან ვინმე არტური, რომელიც საქმეს მთავარ ფიგურანტს აბარებს. მესამე ეტაპზე იწყება პროცესის ხელოვნური დაჩქარება. ობიექტის დათვალიერებისთანავე დაუყოვნებლივ გთხოვენ გამზადებულ კონტრაქტზე ხელმოწერას. ამ დოკუმენტში ხშირად 3 მთავარი იურიდიული მახია ჩადებული, ჯერ ერთი საერთოდ არ არის ხოლმე მითითებული სამშენებლო ვადები და საკადასტრო კოდები. მეორე ჩამეტებულია ასევე კონფიდენციალურობის მუხლი, რომელიც მესამე პირისთვის დოკუმენტის ჩვენებას და ასევე მუშებთან პირდაპირ კომუნიკაციას გიგრძალავთ და ზოგ შემთხვევაში ხელშეკრულების სათაურში შეიძლება ერთი კომპანიის სახელი ეწეროს, ბოლოს კი ბეჭედი სხვა კომპანიას და ფირმას ეკუთვნოდეს. არქიტექტორისა და ნებართვების საჭიროების საბაბით გთხოვენ, რომ ჩარიცხოთ პირველადი თანხა და ამ თანხის ჩარიცხვისთანავე შემდეგ იწყება ყოველდღიური ფსიქოლოგიური წნეხი
ნახი და სატელეფონო ზარები. ფულის დასამატებლად მიზეზი ყოველთვის მოიძებნება, გარწმუნებენ, რომ მაგალითად მასალები ძვირდება, სასწრაფოდ უნდა დაჯავშნოთ, რომ ზამთარი ახლოვდება და თოვლამდე უნდა მოესწროს სამუშაოები, მithumetes თუ რეგიონში გსურთ სახლის აშენება. ამ დროს იგონებენ გაუთვალისწინებელ საჭიროებებს, თუ კლიენტი ყოყმანობს ან შესრულებული სამუშაოს ინვოისს მოითხოვს, მაშინვე შანტაჟზე გადმოდიან და გეუბნებიან, რომ საერთოდ შეაჩერებენ მშენებლობას. იმისთვის, რომ სხვერპლმა ფულის გადახდა არ შეაჩეროს და ნაკვეთზე მუშაობის ილუზია შეიქმნას, იქ რაღაც მინიმალურ სამუშაოებს ასრულებენ. ხშირად ეს ყველაფერი კი ოფიციალური ნებართვის გარეშე ხდება, რის გამოც ჯარიმა არ ამშენებელს, არამედ მიწის მესაკუთრეს ეკისრება. მეექვსე და დასკვნითი ნაბიჯი სცენიდან გასვლაა, როდესაც კომპანია კლიენტისგან $10,000 მიიღებს, სამუშაოების საბოლოოდ ჩერდება, პრეტენზიების გაჩენისას ჯგუფის წევრები ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ, ფინალში კი ზოგიერთი ფიგურანტი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით უბრალოდ ტოვებს ქვეყანას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული ამ სამშენებლო კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო თაღლითობის მუხლით, თუმცა ჩვენი ინფორმაციით პასუხისგებაში ჯერ არავინ მიუციათ და უცნობია კონკრეტულად როდის აღიძრა საქმე, რა ეტაპზეა ახლა, ან ვინ გამოიკითხა, მათ ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვეს. იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი მსგავსი სქემებისგან, უძრავი ქონების იურისტ ლაშა მჭედლიძეს ვესაუბრეთ და მისგან შემდეგი რჩევები მივიღეთ. სანამ რაიმე დოკუმენტს მოეწერთ ხელს, სასურველია საჯარო ბაზებში გადაამოწმოთ კომპანია და მისი მესაკუთრეები, ასევე მოიძიოთ ინფორმაცია მიმდინარეებს თუ არა მათ წინააღმდეგ რაიმე სასამართლო დავა და ადევს თუ არა ქონებას ყადაღა. სავალდებულოა გადაამოწმოთ აქვს თუ არა კომპანიას მშენებლობის ოფიციალური ნებართვა. უნებართვო მშენებლობის ჯარიმა მიწის მესაკუთრის გადასახდელია. თუ საბაზრო ღირებულებაზე საეჭვოდ დაბალ შეთავაზებას გიკეთებენ და გეუბნებიან, რომ ახლავე გადაწყვიტეთ და პასუხი მითხარით, არის ორივე მკაფიო და საგანგაშო ნიშანი იმისთვის, რომ გადავამოწმოთ ეს ადამიანები და კომპანიები, სანამ მათთან რაიმე ხელშეკრულებას გავაფორმებთ. ასევე ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს ვადები, საკადასტრო კოდები აუცილებლად და ფინანსური პასუხისმგებლობა კომპანიისთვის პირობების ან ვადების დარღვევის შემთხვევაში. მკაფიოდ უნდა იყოს ეს გაწერილი. ხოლო კონფიდენციალურობის მუხლი დავის დაწყებისთანავე ძალას კარგავს, არავის არ აქვს უფლება აგიგრძალოთ დოკუმენტის მესამე პირისთვის ჩვენება ან საკუთარი უფლების სასამართლოში დაცვა. ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ყველა ამ იურიდიულ დეტალში დამოუკიდებლად გარკვევა რთულია, ხელშეკრულების გაფორმებამდე და თანხის გადახდამდე უძრავი ქონების სპეციალიზებულ იურისტთან კონსულტაცია, მისი ჩართვა ამ პროცესში ყველაზე სანდო გზაა ჩვენი ფინანსების დასაცავად. iFacts გუნდი გააგრძელებს მსგავსი თემების მოკვლევას, თუ თავად გაქვთ ესეთი გამოცდილება თაღლით ურქსელებთან დაკავშირებით, მოგწერეთ პირად შეტყობინებად და თქვენი ფაქტები შესაძლოა ჩვენი შემდეგი გამოძიების საფუძველიც კი გახდეს. თუ თვლით, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკა უნდა არსებობდეს და გსურთ, რომ ასეთი ისტორიები ჩრდილში არ დარჩეს, დაგვიჭირეთ მხარი, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, გააზიარეთ ეს ვიდეო და გახდით ჩვენი მხარდამჭერი.